ჩვენი პირველი მოსავალი, რომელიც ბოთლში ჩამოვასხეთ, ეს 2003 წლის მოსავალი. მანამდე ჩვენ ოჯახური წესით ტრადიციულად, როგორც ყველა ოჯახში ხდება, ესე ვაყენებდით მოყვინოს ოჯახში. ერთადერთი იყო, რომ 98 წელს ჩვენ შევიცვალეთ ჩვენი ასე ვთქვათ, ფილოსოფია და სოფხედელობა და დავიწყეთ ორგანული სოფლის მეურნეობა, ანუ ჩვენი მევენახეობა გადავიყვანეთ ორგანულ მიმართულებაზე. მაშინ ეს დიდი სიახლე იყო და ამანაც მოგცა мотиваცია, რომ ჩამოგვესვა ბოთლში, იმიტომ რომ მაშინ ესე ვთქვათ, პატარა მარნების ბოთლში ჩამოსვლა თითქმის წარმოუდგენელი სტერეოტიპი იყო ესეთი, იმიტომ რომ მხოლოდ დიდ ქარხნებს შეეძლოთ ეს. და ერთადერთი ეს მაძლევდა იმის ამ მაშინ გიჟური იდეის შესაძლებლობას ის, რომ ეს იქნებოდა პირველი ორგანული პროდუქცია საქართველოში და ამას შესახებ უფრო მეტი ინტერესი იქნებოდა ადგილობრივ ბაზაზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამაზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება იყო საზღვარგარეთ ვიდრე საქართველოში, იმიტომ რომ ქართული ბაზარი მაშინ იმ პერიოდში მაინც არ იყო მზად ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ნაკლები იყო ესეთი ადგილები, სადაც მაგალითად ღვინის ბარები არ იყო, ღვინის მაღაზიები, ასე ვთქვათ, ეს კულტურა მაინც არ იყო ესეთი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ექსპორტზე მუშაობა და მას მერე მოყოლებული ვართ ისევ ექსპორტზე, ვინაიდან თვითონ პროდუქციის რაოდენობაა ჩვენთან ძალიან ლიმიტირებული და ვერ ვახერხებთ ორივე ბაზარზე ყოფნა სამ ეტაპისთვის. წელიწადში რამდენ საწარმოებს დაახლოებით? დაახლოებით 8000 ბოთლი წელიწადში. რაც გამოგდის წელიწადს გააჩნია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა წელს სხვადასხვა მოსავალს გააჩნია. ეს ჩვენი ჩამოსასხმელი ოთახია, აქ ხდება ჩამოსხმა, დახუφვა და შემდეგ გადადის ეს უკვე აქ. ხდება ცალ-ცალკე ქვევრების მიხედვით შენახვა და შემდეგ ეტიკეტირება და გაგზავნა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი მოთხოვნა აქვს, ყველა ქვეყანის თავისი კონტრეტიკეტი ჭირდება, თავისი რეგულაციები, კანონმდებლობა და ასე შემდეგ. ახლა 11 ქვეყანაში ვყიდით, მაგალითად ევროკავშირის თუ აქვს ერთი რეგულაცია, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა რეგულაცია აქვს, იაპონიის სხვა და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი პირველი მოსავალი 2003 წლის. აქ ნიშანდობლივია ერთი გარემოება, რომ მას აქვს ინგლისის გერბი. და ჯერ კიდე მაშინაც კი, აი როგორც ეს არის 2003 წლის, როგორც გითხარით, ინგლისის საელჩოსთან არსებობდა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა მცირე მეწარმეებს. მე რამდენი წელი გავიდა და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მათ ეს პირველადი ხელშეწყობა ბინსკი, რასაც ქვია. კი, და უნდა ითქვას, რომ რო არა აი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ახალი პატარა მარანი წამოვიდა, ძალიან ბევრ კარგონას აკეთებენ. ძირითადად მათი ბაზარი მაინც ესე ვთქვათ დასავლური მაღალ საფასო სეგმენტში არსებული ნიშა, რომელიც უკავიათ და რომ არა ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები ესეთი პოპულარული საქართველოში არ იქნებოდა ეს მცირე მარნების და ქვევრის ღვინო, იმიტომ რომ აი პირველი მოსავალი როდესაც გავიდა 2006 წელს, იქ გაჩნდა მოთხოვნილება. ანუ ევროკავშირში გაჩენილმა მოთხოვნილებამ გააჩინა ახალი მარნები საქართველოში, რეგიონები გამოაცოცხლა, იქ ძველია ჯიშების აღდგენაზე დაიწყო ხალხმა ზრუნვა, ბევრი შესაბამისად ბევრი ფონდიც ამისთვის არსებობდა, ევროკავშირის ამისთვის ხელი შეწყდა, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჯერ კიდევ რამდენი წელი გავიდა 21 წლის უკან, 22 წლის უკან. ესენი არიან ჩვენი პარტნიორი კომპანიები, ჩვენი იმპორტიორები, რომლებსაც გააქვთ აქედან ჩვენი ღვინო და ყიდიან იმ ქვეყნებში. პირველი იყო კომპანია ველიერი იტალიის, რომელმაც დაიწყო ჩვენი, არა მარტო ჩვენი, არამედ ქართული ნატურალური ღვინის, ქვევრის ღვინის ექსპორტი ევროპაში. პირველი იტალია იყო. პირველი იტალია კი. პირველი იტალია იყო და მას მოყვა დანარჩენი ქვეყნები, აქ არის ძირითადად ის ნაწილი, სადაც ჩვენ ძირითადი ბაზარი რაც არის ამ ეტაპზე. იცით რა მაინტერესებს, იტალია, ნახსენეთ ხა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ასეთ ღვინის ქვეყნებში, ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, სადაც ამდენი კარგი ღვინო იწარმოება, რანაირად ხდება, რომ მაინც არის დაინტერესება და როგორ მოახერხეთ ეს თქვენ და თუნდაც სხვა ქართულმა მეღვინეებმა? იმიტომ რომ არ არის ადვილი ხო ასეთ ბაზარზე გახვიდე, სადაც ლოგიკური კითხვა და თვითონაც ცემს ეს ფაქტი ამ კითხვას პასუხს, იმიტომ რომ იქ სადაც არის ღვინის კულტურა მაღალი, იქ აფასებენ, ასე ვთქვათ, უფრო სხვა
სახის პროდუქტს, მაგალითად უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტს, უფრო საინტერესოს, ხო? ბიოღვინოს გულისხმობთ ამ შემთხვევაში და ქვევრის ღვინოს. არა მარტო ბიო და ორგანული პროდუქცია იქ ძალიან ბევრია უკვე. ამიტომ ეს არ იყო განმაპირობებელი, ეს იყო პირველ რიგში იყო განსხვავებული, ეს არის განსხვავებული ჟიშები, განსხვავებული ტექნოლოგია, რომელიც ტექნოლოგიასაც აქვს თავისი ისტორია და არა ეხლა თანამედროვე რაღაც ახალი ტექნოლოგია. ბევრი რამეა, რაც შეიძლება ჩამოთვალოთ, რის გამოც ეს ინტერესი იქნა გამოწვეული დასავლეთის ბაზარზე, ჩვენ ღვინოსთან და განსაკუთრებით ქვევრის ღვინოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს თვითონ ეს ჭურჭელი, მაგალითად, რა სხვაობაა უჟანგავ ფოლადსა და თიხის ჭურჭელს შორის, უჟანგავ ფოლადი მაინც არის ნეიტრალური ჭურჭელი, ხოლო ეს ქვევრის თიხა მაინც არის აქტიური ჭურჭელი, შესაბამისად ის აქტიურად მონაწილეობს ღვინის დავარგება დაძველების პროცესში. შემდეგ ეს არის ჩვენი ტრადიცია და ისტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ღვინის დაყენების შემთხვევაში და ღვინის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ღვინის წარდგენის ისტორიის, მისი მოყოლის შემთხვევაში, როდესაც ვინმე ყიდულობს რესტორანში მაგალითად, ან ასე შემდეგ. ზოგიერთი ამ ძველ ტექნოლოგიას ეძახის უცნაურ ღვინოს, ჩვენთვის კი პირიქით უცნაური ღვინო არის ის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ახლა არის ძირითადად ბაზარზე დომინირებს, ხოლო ნამდვილი ღვინო იყო ზუსტად ის ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ვეძახით ქვევში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. ეს არის რა სითვალისწინებს, მაინც არის განსაკუთრებით ეს ჭაჭაკლერზე დადუღება, დავარგება, რომელიც ცვლის მთლიან ღვინოს ხასიათს, მის არომატს, გემოს, ფერს, რომელიც ფერიც ჩვენ ფაქტიურად დღესდღეობით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ესეთი ფერი. და ამაზე მინდოდა მეკითხა 2015 წელს ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვოგმა დაწერა სტატია თქვენზე და ქართულ ღვინოზე ზოგადად და იქ ამბობს ესეთი შესავალი აქვს რომ დაივიწყეთ წითელი ღვინო, დაივიწყეთ თეთრი ღვინო და როზე, ახლა არის დრო რომ დაგემოვნოთ ეს orange wine, ანუ ქარვისფერსაც ეძახიან, ხო? ჩვენ ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ ტერმინი ქარვისფერი, იმიტომ რომ უფრო მიესადაგება ჩვენი საზრით ამას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ მაინც შემორჩენილია, ხო იცით ეს პირველადი სახელი მაინც რო შერჩება, მე რო გადაარქმევენ ქუჩას სახელს, მაინც პირველად სახელს ეძახიან, თუმცა დარწმუნებულად დროთა განმავლობაში ეს ჩამოყალიბდება როგორც ქარვისფერი და ესაც განასხვავებს, ხო? განასხვავებს სხვა ღვინოებისგან. უკვე ინტერესი, პირველადი ქარვისფერი ღვინოების წამოსვლის დროს უკვე დიდი ინტერესი იყო, რა ფერია ეს რა? უკვე საინტერესოა, ხო? საინტერესო ნიშნავს მათთვის, რომ უკვე არის мотиваცია მათთვის გასინჯვის. აუცილებელი არ არის და ალბათ ყველასაც არ მოეწონება, შეიძლება სხვა არჩიოს, სხვა ტიპის ღვინო, მაგრამ ჩვენც არა ვართ დიდი ქვეყანა, რომ იმას ვაწარმოებთ, რომ ყველა ჩვენ ღვინოს სვავდეს, ანუ ჩვენი ნიშა უნდა გქონდეს საერთაშორისო სუპერ ბაზარზე და ესე ვფიქრობ. რამდენი ახალგაზრდა დღესდღეობით უკვე რომელიც სწავლით არის დაინტერესებული, სწავლობს როგორც შიგნით საქართველოს აბრა უნივერსიტეტში, ისე საზღვარგარეთ იღებს განათლებას, ისინი შემდეგ უფრო ნაწილი ბრუნდება, რა თქმა უნდა, საქართველოში, მათ ახალი ცოდნა შემოაქვთ, უფრო სხვანაირი, მაგრამ მორგებული ამ საქართველოს ტრადიციულ მეღვინეობას, რამდენი ახალი ღვინის ფესტივალი გაჩნდა, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა. ეს ყველაფერი ამ კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომელიც კულტურასაც ვეძახით, ჩვენ ღვინოსაც კი ვეძახით ხანდახან ევროპულ ღვინოს, ხო? აი ევროპულად დაყენებულ ღვინოს, ხო? ნებისმიერი ბაზარი მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის. ევროკავშირში გაწევრიანებას ამას უყურებ სხვა ძალიან ბევრ დადებით და პოზიტიური მიმართულებით და მხარეთ. თუნდაც იგივე ტრადიციული ბაზრის შენარჩუნების თვალსაზრისითაც და რატომ? პირველ რიგში ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპის ბაზრის შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვა ხარისხის პროდუქციის წარმოებას ვიწყებთ, სხვა კულტურა გვაქვს მუშაობის, იგივე მარკეტინგის, ნებადობის გაზრდის და ასე შემდეგ. სხვა ცოდნა გვაქვს და გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით თვითონ ბაზრების თვალსაზრისითაც, თუ კი ევროკავშირში ვიქნებით ჩვენ. აი მაგალითად რომ რუსეთს როგორც არის 2006 წელს დაწესებული სანქციები ქართულ ღვინოსთან მიმართებაში, გაცილებით უფრო რთული იქნება ესეთი
დასანქცირება ქართული პროდუქციის თუ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირს უწესებს ეს სანქციას და არა კონკრეტულ რომელიმე პატარა ქვეყანას. თუ კი ჩვენ უფრო მეტად დავცილდებით დასავლეთ და კერძოდ ევროკავშირს და შესაბამისად ევროპულ ბაზარსაც, შესაბამისად იქ ვერ იქნება ისეთი პროგრესი, რაღაც სხვა ქართული ღვინის ბარები გაიხსნება ისე აქტიურად, შეიძლება რაღაც სასწავლებლად წავიდეს იმდენი ახალგაზრდა. ჩვენ ხო არ ვიცით, რამდენად კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს ეს ჩვენი ურთიერთობები, ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად რისიც გვეშინია აი ამ სწრაფვის ამ გზის გადახვევა რო არ მოხდეს, ამისი გვეშინია, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი განიცადო, ვიდრე ეხლა გვაქვს. ჩვენ გვიხარია რაც გვაქვს ეხლა ხო, უვიზო მიმოსვლა გვაქვს, სწავლა შეუფერხებლად მიდის, ვაჭრობაც შესაბამისად თუ კი ამართულებით არ ვულით, შესაბამისად ეს ყველაფერიც მოიკლებს და რა გვჩება, მე სხვა რა არჩევანი გვჩება ძალიან წილი არჩევანი, რომელშიც დარჩენაც მე მგონი რომ არავის არ უნდა.